დილამშვიდობისა დღეს გაჩვენებს ჩემი მოგზაურობის ერთ დღეს, ასე რომ გავამყევით თორებში. მთელი დღე გაატარეთ ჩემთან ერთად. აი ეს არის ჩემი დილის საუზმე, ცილები და ცილები. მე ძალიან დავიკერე ცილებით და არ ვღალატებ ყოველ დილით აუცილებლად ვიღებ მოხარშულ კვეთს. აი ესეთი საუზმე, რა თქმა უნდა, ტყბილეულს არ ვჭამ. პირველი რასაც მოვუძებნი ეს არის ცილები საუზმეზე. და ვნახოთ სად არის ცილები, რომელიც არ გაგვაზღუქებს. აბა სად არის? აი აქ იქნება აუცილებლად და აი შევჭამ მოხარშულ კვერცხს, რომელთაც მივიღებ პროტეინებს დილით. ესეც შეიძლება. საუზმეს მე აქ დავისვენებ ცოტა ხანი, მეგობრებს შევხვდები და წავალ უკვე მერე რეპეტიციაზე 4 საათზე და მანამდე მაქვს დრო. ამოვედი ნომერში, პირველად ვიღებ მსგავს ვიდეოებს ერთი დღე ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მე მინდა ვავაწყო ერთი მთლიანი ვიდეო და მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული ყოფილა, იმიტომ რომ მიაქვს ძალიან დიდი ენერგია, რესურსი და მარტო ამ ვიდეოებზე ხარ კონცენტრირებული. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე არ დავნებდები და გავაგრძელებ ჩემი ბლოგის გაკეთებას. სანამ რეპეტიციაზე წავალ, გადავწყვიტე და გაჩვენოთ ყველაზე ლამაზი ადგილი მონაკოში. ეს არის ულამაზესი მოედანი სახელმწიფოთაც არაჩვეულებრივად რთავენ. მაგრამ მე ისე ვფრებობ წელს, როდესაც არ არის მორთული, საღამოსოც ულამაზესია. ეს არის ცნობილი სასტუმრო, სადაც ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული და მოკლედ მონაკოში თუ მოხდეთ, აუცილებლად აქ უნდა მოხვიდეთ. ეს არის კაზინო. ეს არის საშოპინგო ქუჩა, თვითონ მიყავა შანელმა, მე არაფერში ვარ. აქ არის თითქოს ყველა ბრენდი, რაც კი მსოფლიოში არსებობს და აქედან არის ძალიან ლამაზი ხედი. ფოტოს გადასაღებად ვეცდები, რომ მეც გადავიღო ლამაზი ფოტო. მოვაგენით ჩემს საყვარელ მაღაზიას, Sephora-ს და ეხლა ნახოთ რეები გვინდა გჭირდება. მე ძალიან ბევრი მეიქაპი მჭირდება გადაღებებისთვის, ისედაც სასცენო მაკიაჟისთვის სულ ვარ შევსებაში. და ნახოთ ეხლა დღეს რას შევაჩა. Sephora-ში ვიშოპინგე და ნომერში გაჩვენებთ unboxing-ს. ისე სულ მგონია, როდესაც რაიმე ახალი გამოვა, ან რაღაცას აღმოვაჩე, პირობითად ახალ ბლაშს ან კორექტორს, სულ მგონია, რომ აი ის პროდუქცია რომ ექნება, მორჩა ყველაზე ლამაზი ვიქნები და ის გადამარჩენს და გადაარჩენს სამყაროს. თქვენც ესახათ. მოვედი ნომერში და ეხლა გავაკეთებ unboxing-ი თუ რა ვიყიდე დღეს. პირველი რაც ძალიან მიხარია, ეს არის თვალის ჩრდილები, პატმაკრატის, სულ მინდოდა და ახლა ჩემი ოცნება. შეხედეთ ლამაზი ფერებია. ჭყიალები და ზუსტად ის ფერები, რომელსაც მე ვიყენებ. აი ძალიან ლამაზია. კიდევ ვიყიდე ხუდას ფაუდერი, რომელსაც უკვე წლებია ვიყენებ და ძალიან კარგია. ამჯერად ცოტა მოვარდისფრო ფერი ავიღე და მე მგონი იმას ჯობია, რაც მე მქონდა. ასევე პირველად ვიყიდე ხუდადისთვის თვალის კორექტორი, დღეს მოვსინჯა, თუმცა იქ მოვსინჯა და ძალიან მომეწონა. ეს ვიყიდე პირველად, მისთი ვიყიდე ტანის, კარგი სუნი რო ქონდეს, ცოტა ვანილის და ნამცხვრის სუნი აქვს ამას. ვიყიდე Lady Gaga-ს მასკარა, რომელსაც ძალიან კარგი კუნჯი აქვს და იმედი მაქვს, რომ კარგი იქნება. ამასაც პირველად გავტესტავ. აი ესეთი. და ვიყიდე ჩუპა-ჩუპსის კბილების გემო. ნახოთ როგორ იქნება, გავტესტავ და გეტყვით.
მიდიდე. Თან უკრავს თან ცეკვა. აჩა. მოვედი რეპეტიციაზე, არ ყოფილა ადვილი ბლოგების გადაღება, უკვე ძანდაღლილი ვარ, ცოტა ხანია დავისვენო, მაგრამ ეხლა გავივლი ხმას, როგორ ისმის ჩემი ხმა. ო ასეთი წუთი დაუსრულებელი შენ ცხოვრება გონია დაბრუნება ისევ შენ ცხოვრება გონია სუდი არა ეს არის ჩემი მეორე კვება ტუნა სალათი ბოსტნეულით რომელიც არასუქებს და არის ძალიან ჯანსაღი დილამშვიდობისა ეხლა გავაგრძელებ გუშინდელის თორების ატვირთვას იმიტომ რომ მე ვეღარ მოვახერხე როგორც დაგვიდით გუშინდელ მთელ დღეს ჩავავთავრებ და დღეს ცოტა თორებს გადავიღებ ნახოთ როგორი გამომივა თუმცა უკვე მივეჩვიე ესეთი თორების გადაღებას და ძალიან მოგეწონათ თქვენს და მე მიხარები თქვენ მოგეწონათ. მივდივარ ეხლა გამოსვლა მაქვს რამდენიმე წუთში და ვიმევივლებ ცოტას. ეს არის ჩემი საგრიმიორო. მე შევისწორებ მაკიაჟს, მაგრამ ჯერჯერობით მე მგონი არაფერი არ მინდა. მოგწონთ დღევანდელი ჩემი კაბა? Ladies and gentlemen, I'm proud to present the best live band in the world. Please welcome the amazing, extraordinary, international show, Moments Back. That made me cry. ნახეთ როგორი ქუდების მაღაზია, ჩემი ოცნება იყო, როგორც იცით, მქონდა მე ქუდების კოლექცია და მე რაღაცა ვეღარ მოვახერხე. ვერ ვიპოვე უბრალოდ კარგი ქუდების მკერავი საქართველოში.
და ძალიან მომეწონა ეს მაღაზია, სიამოვნებით ვექნებოდა მეც მსგავსი თბილისში. მოვედი აეროპორტში, ცოტა დამაგვიანდა და დუთფრიში ვერ მოვასწარი კარგად დათვალიერება და ამის გამო არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა მე მგონი მაგვიანდება თვითმფრინავზე უნდა წავიდე და გაჩვენებთ პატარა დუთფრი იყო, აქ უკვე საზღვაო გამოვიარეთ და რაც ვიყიდე და მოვასწარი და გათვალიერებთ თვითმფრინავიდან. ვინც მადევნებს თვალყურს ინსტაგრამზე იცით რომ ხშირად მოგზაურობ, ხშირად მიწევს ფენა და ფენაზე მაქვს ხოლმე შეშუპება აღმოვაჩინე ჟერმენ დე კაპუჩინის ჩაი, რომელსაც წყალში გავხსნი და დავლევ და აბსოლუტურად მეაქვს ყველანაირი შეშუპება, რომ ჩავალო მოვიქნები დამწყალი და აღარ შევშუპდები. გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ. ეხლა გაჩვენებთ რა ვიყიდე დუთფრიში, თუმცა ვერ მოვასწარი, პარკი გადამივარ და პლუს და რაც ვიყიდე ისინიც დამრეკარგა ნახევარი, იმიტომ რომ გადამეყარა ეს ყველაფერი და რაც დამჭა გაჩვენებთ. ეს არის შოკოლადი, რომელსაც ძალიან საყვარელი შემოთქვა, რომელიც უნდა გზაში. არ თქვი ხარო დიეტაზე ხარო, იმიტომ რომ გზას არ ექვემდებარება დიეტა. კუნჯები, რომელსაც სულ კარგავ და რაც უნდა ვიყიდო, არასდროს არ მაქვს კუნჯი და რაც შემოთქვა ვიყიდე ეს კუნჯები, იმედი კარგი იქნება. თინთი, რომელიც გუში გავსინჯე პირველად და ძალიან მომეწონა. თაფლის ტუჩის პალმი, რომელსაც თქვენთან ერთად გავსინჯავ ეხლა. თაფლის გემოა. სულ ეს არის. კიდევ მქონდა ხელის კრემი. მაგრამ დამკარგე სადღაც საქადია თვითმფრინავში. როცა მოგზაურობ, სულ მინდა გადავიღო ვიდეო, სადაც იქნება ჩემი ერთი დღე, მაგრამ არ გამომდის აქამდე ვერასდროს ვერ გავაკეთე და დღეს მინდა რომ გადავიღო პატარ-პატარა სტორები, მთელი დღე რას გავაკეთებ და შემდეგ უკვე ავაწყო ერთ ვიდეოს. თქვენთან ერთად გავაკეთებ და ვნახოთ როგორი გამომივა, მაგრამ მანამდე გამომყევით ჩემს სტორებს უყურეთ და მთელი დღე გაჩვენებთ როგორ ჩაივლის ჩემი დღე. ეხლა გაჩვენებთ ხედს ჩემი აივნიდან, რომელიც ძალიან მომწონს. მთლიანი ზღვა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ზღვის ნაწილიც კარგია. ეხლა მოვემზადებოდი ჩავალ საუზმეზე, ძალიან მიყვარს საუზმე და ყოველდღიურად სადაც არ უნდა ვიყო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელობა აქვს თუ როგორი საუზმე მექნება. უცბად ჩავიტარებ დილის რუტინას, C ვიტამინის შრატი აუცილებლად და პლუს ჰიალურონი, იმიტომ რომ დატენიანდეს ჩვენი კანი. შემდეგ დღის საცხი და ბიბი კრემი. სულ ეს არის ჩემი დილის რუტინა სანამ ჩავალ საუზმეზე. ცოტა წარბი და საკმარისია დილის საუზმისთვის, მეტი მაკიაჟი აღარ გვინდა და სახის მოვა. ეხლა უკვე მივხედოთ თმას, როგორც ხედავთ, გამეზარდა ჩემი თმა, იმიტომ რომ უვლი განსაკუთრებულად. თუ გაინტერესებთ როგორ უვლი თმას, მომწერეთ და აუცილებლად ჩავწერ ერთ ბლოგს თმის მოვლის შესახებ. აი ესე მოვწესრიგდი დილიდან და წავიდეთ ვნახოთ როგორი საუზმე იქნება. თქვენ გიყვართ საუზმე დილაობით? ეს არის ჩვენი სასტუმრო, სადაც ვართ გაჩერებული მონაკოში. აქ არის ძალიან კარგი ტერასა, აივანი, სადაც შუა დღეს ვატარებთ ხოლმე. აქ არის მოსასვენებელი და აქ არის ჩემი საუზმე, სადაც შევალ ეხლა.